ჩვენ ახლა ვართ იმ ადგილას, სადაც პირველი ადამიანი ცხოვრობდა დაახლოებით 1,800,000 2 მილიონი წლის წინ. და იმის შემდეგ, როდესაც ეს პირველყოფილი ადამიანები მოვიდნენ აქ, ეს ტერიტორია აღარ დაუტოვებიათ. და ახალი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნემდე, ანუ ქრისტიანობამდე მოსახლეობა ცხოვრობდა იყო აქ ყოველთვის. ეს არის ღუმელი, რომელიც აშენებული არის 3100 წლის წინ. ასეთი ღუმელები ქართლში არის ცნობილი, მაგრამ ითვლებოდა, რომ პურის საცხობად გამოიყენებოდა ყველა მათგანი და ჩვენს ერთ ჩატარებული ანალიზის მიხედვით გაირკვა, რომ ამ პატარა ღუმელში აგნობდნენ სპილეთს. ეს არის აი ეს ყალიბი, ბრინჯაოს ცულის დასამზადებელი ყალიბი არის. ასეთი ცულები არის ცნობილი, მაგრამ ის თუ ამ ღუმელთან იყო დაკავშირებული და ასე იწარმოებოდა, ეს პირველად მოხდა ამისი დაზუსტება. ეს არის 2400 წლის წინანდელი საფქვავი. ამ ადგილას თურმე ყრიდნენ მარცვლეულს, აი ამ ქვით ხელით ფქვავდნენ და ეს დაფქული იყრებოდა აქ და 1 კილოგრამი მარცვლის დაფქვა სჭირდებოდა თურმე 10 საათი და ეს ყოფილა ქალების საქმე. რძის წარმოებაც იყო აქვე ესე მითხრით, ყველანაირი კომპონენტი აღმოჩნდა პატარა შენობაში. ყველა სახის ჭურჭელი იყო ერთად, რაც ჭირდება რძის წარმოებას. ყველის წარმოება შეიძლება უფრო ზუსტადაც ითქვას და ეს არის ძველი წელთაღრიცხვის მე-9 საუკუნე, ანუ 2900 წლის წინანდელი. ეს არის იმ ტაძრის ცენტრალური ნაწილი, რომელიც მიუძღვნეს ჭედლობის მფარველ ღვთაებას. ხანძრის შედეგად შენობა, რომელიც ხისგან იყო აგებული მთლიანად, რა თქმა უნდა განადგურდა, მაგრამ ლითონი რკინის ნივთები, რაც მოტანილი და შეწირული იყო, ის ნივთები, რაც ჭედლებს ჭირდებათ. ის ყველაფერი გადარჩა. აქედან ჩანს კიდე რაღაცა თიხაა, ხო? თიხის ჭურჭელი თუ რა შეიძლება იყოს? ეს არის 2500 წლის წინანდელი ქოთნის პირი და აი აქვე ზემოთ ჩამორეცხილია ეს ფენა. აი ხედავთ, აქ არის შავი ფერის ფრაგმენტი, ნატეხი თიხის. ეს არის ჭრაქის ნატეხი, ჭრაქის პირი, რომელიც 2400 წლის წინ. ანუ სხვადასხვა ეპოქის არის ეს? სხვადასხვა ეპოქის არის. ხო, აი ამათ შორის რამდენი 35 სანტიმეტრია მანძილი და 100 წელია სხვაობა. ქალბატონი ოლღა არის ადამიანი, რომელიც ამ ტერიტორიაზე მუშაობს 2008 წლიდან. ყოველ წელს, როცა იწყება ექსპედიცია და ამ შემთხვევაში დასაწყისი არის ექსპედიციის, საჭიროებს ისეთივე მზრუნველობას, როგორც საკუთარ სახლს ვთავებთ, იმიტომ რომ როგორც არ უნდა გამოფრთხილდეთ, ეხლა აქ რასაც ვყურებთ, მთლიანად გადახურული იყო ეს, მაგრამ მაინც ჭირდება, იცით? ანუ სანამ გაგრძელდება თვითონ არქეოლოგიური სამუშაო, აუცილებელია რომ ეს ტერიტორია გასუფთავდეს, ხო? აი საწყისივე კი აუცილებლად. აქ არის აღმოჩენილი ყველაზე ძველი წარწერა. ეს არის ძველი წელთაღრიცხვის მე-10 საუკუნის, ანუ 3000 წლის წინანდელი წარწერა, რომელმაც არა მარტო საქართველოსა და ქართული დამწერლობის ისტორია, არამედ საზოგადო დამწერლობის ისტორიაში შეიტანა დიდი კორექტივები, რადგან ამ სტილის ასეთი ძველი წარწერა სხვაგან არ არის ცნობილი, არა მარტო საქართველოს საერთოდ არ არის ცნობილი. და რა წერია, იცით? ჯერჯერობით რთულია ამის თქმა, თუმცა ძალიან ბევრი პროფესიონალი და მოხალისე ცდილობს გაშიფრვას. ბოლო ინფორმაცია, რაც მე მაქვს, თქვა პროფესიონალი დეშიფრირების სპეციალისტებისაგან, წარწერა იწყება ასე: წმინდა სახლი. სამწუხაროდ ჩვენ ახლა ამ წარწერას ვერ ვნახავთ, ხო? იცით რაშია საქმე, იტალიელმა სპეციალისტებმა დააკონსერვეს და თხოვეს, რომ იმად გარეშე არ გავხსნათ და ამიტომ ველოდებით. ანუ რო არ დაზიანდეს. რო არ დაზიანდეს. ამ ტერიტორიაზე გამოცდილ არქეოლოგებთან ერთად მუშაობენ ასევე სტუდენტებიც. სოფო არის არქეოლოგიის მიმართულების სტუდენტი, რომელიც მუშაობს აქ ტერიტორიაზე. სოფო, გამარჯობა. ეს რა ადგილია? რა იყო? აქ მაგალითად მარცხენა მხარეს გვხვდება ორი ორმო. ამ ქვედა ორმოში დამარხვილი იყო ცხენი თავისი აღკაზმულობით.
ეს არის ადგილი, სადაც თავს იყრის, რასაც ველზე პოულობთ. დიახ, ეს არის დოქი, რომელიც აღმოჩნდა 3 წლის ბავშვის სამარხში. აქედან იწყებოდა ჭურჭელში და აქედან სვამდა. წყალი იქნებოდა თანამედროვე ბოთლის. თანამედროვე ბოთლის. ყურზე აქვს ხელი მიდებული. ყურზე აქვს ხელი მიდებული და ანუ გიჩვენებს რისთვისაც არის ეს ნივთი დამზადებული. რაში უნდა გამოგეყენებინათ. ეს არის ყურის საწმენდი. თქვენ მითხარით, რომ კიდევ 30 წელი მაინც არის საჭირო იმისთვის, რომ საბოლოოდ ნახოთ რა იყო აქ. 30 წელი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ 50 ჰექტარია უზარმაზარი არქეოლოგიური ძეგლია, რომელიც 11 სხვადასხვა პერიოდის ნას შეიცავს. ქვის ხანიდან მოყოლებული შუა საუკუნეებამდე. ამიტომ ეს დრო რა თქმა უნდა დაჭირდება.